შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 3 დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონში გატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 37 პირი დააკავეს. პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობების და ავტომანქანების ჩრეკისას მივტკიცებად სხვადასხვა ტიპის ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მარწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს.